მოგესალმებით მეგობრებო, დღეს გადავწყვიტე ცოტა უჩვეულო თემაზე ვისაუბრო ამ ვიდეო ჩანაწერში და ვფიქრობ, რომ თქვენც დაგეხმარებათ და გამოგადგებათ ჩემი მიერ გაზიარებული ჩემი გააზრებები, ჩემი გამოცდილება. როდესაც დავიწყე ამ თემით დაინტერესება, პირველ რიგში დავინტერესდი რა ნაწილებისგან შედგებოდა ადამიანი. რა უჩვეულოდაც არ უნდა ჟღერდეს ეს ფრაზა და საკმაოდ გამიჭირდა გარკვევა. უამრავი ლიტერატურაში რაღაცებს ვკითხულობდი, ვიდეოებს ვისმენდი, მაგრამ აი ადამიანისთვის მარტივად გასაგებ ენაზე ძალიან რთული იყო ამ ყველაფრის აღქმა ამ გზის დასაწყისში. და ამიტომ დღეს, როდესაც ასე თუ ისე მე გავერკვიე ამ თემაში, სურს ჩემი გააზრება, თქვენს გაგიზიაროთ და შეიძლება თქვენს გამოგადგეთ. საერთოდ ვფიქრობ, რომ ეს თემა აუცილებელია, რომ ისწავლებოდეს სკოლებში და ბავშვობიდან იზრდებოდეს იმის აღქმით, თუ რა ნაწილებისგან შედგება. ეს არ არის მხოლოდ ფიზიკური სხეულის აგებულების ცოდნა, რომელიც ანატომიის წიგნებში გვაწვდიან და გარდა ამისა, მოგეხსენებათ, მე ვარ ექიმი და ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა კიდე თუ ამ თემას ასწავლდეს სამედიცინო უნივერსიტეტებში. არ ვიცი, შეიძლება საზღვარგარეთ ეს არის, მე მგონი აღმოსავლეთში ისწავლება, მაგრამ ჩვენთან ფიზიკურ სხეულს ვერ ვცდებით ჯერჯერობით და რაც არ უნდა ვუარყოთ და ვთქვათ, რომ არა ეს არ არის, ფაქტი რჩება ფაქტად, ჭეშმარიტებას ვერ საწაუვალთ და მოდი ერთხელ ვისაუბროთ თუ მაინც რა ნაწილებისგან შედგება ადამიანი. ვეცდები ადამიანებისთვის ძალიან მარტივად გასაგებ ენაზე, თუმცა ისეთი თემა მარტივადაც ვერ დაალაგებ, მაგრამ ვეცდები ყველანაირად. მოდი დავიწყოთ ყველაზე დაბალი შრით. ეს არის ფიზიკური სხეული. ზოგადად ადამიანი გაგიკვირდებათ ალბათ, მაგრამ შედგება 7 სხეულისგან. ეს სხეულები არის შრეებად განაწილებული და მათ შორის ყველაზე უხეში, რომელსაც ჩვენ აღვიქვათ, არის და ყველაზე დაბალ დონეზე რაც დგას, არის ფიზიკური სხეული, რომელსაც ჩვენ აღვიქვავთ. მის შემდეგ მოდის შემდეგი შრე არის ეთერული სხეული, რომელშიც ენერგიები მიედინება და რომელიც აწვდის ფიზიკურ სხეულს სიცოცხლისთვის აუცილებელ ენერგიას და ეთერული სხეულის გარეშე ფიზიკური სხეული საერთოდ ვერ იარსებებდა. შემდეგ მოდის მენტალური ასტრალური შრე, ეს არის ემოციური სხეული და მეოთხე მატერიალური შრე, ანუ რომელიც მატერიალურია და ჯერ კიდე სულიერ განზომილებებს არ მიეკუთვნება, არის მენტალური შრე, რომელიც თავისუფლად იყოფა ორ ნაწილად, ეს არის ზედა მენტალური შრე და ქვედა მენტალური შრე. ქვედა მენტალური შრე ეს არის რაციონალური ლოგიკა და აზროვნება, ზედა მენტალური შრე არის უკვე ინტუიციის დონეზე შთაგონებული იდეები. და შემდეგ ჩვენ გვაინტერესებს კიდევ რისგან შედგება სული. მეხუთე შრე უკვე არის კაუზალური სხეული, რომელზედაც არის დალექილი ის მიზნები, გამოცდილებები, რაც დააგროვა სულმა ევოლუციის მანძილზე, მრავალი ინკარნაციის განმავლობაში, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მაგრამ ეს ნამდვილად ასეა. და ის ნიჭები, უნარები და რაც თავარია კიდე მიზნები, რისი განხორციელებაც სჭირდება დღევანდელ ინკარნაციაში სულს. ეს არის მეხუთე სხეული, ოღონდ უკვე უფრო ნატიფ შრეს მიეკუთვნება და უკვე სულის ქვედა ნაწილია, ასე ვთქვათ, ზოგადად სულის აღქმაც სულ მაინტერესებდა, ვერ ხვდებოდი როგორ იყო ადამიანი მოწყობილი ისე რომ აი
ფიზიკური სხეული, სული, რაღაცა როგორ არის შეკავშირებული ერთმანეთთან, ამის აღქმა არ მქონდა სწორად ხო და მე როგორც გავიგე, სული შედგება 3 ნაწილისგან. ყველაზე ქვედა ნაწილი სულის არის სწორედ კაუზალური სხეული, რომელიც აკავშირებს მენტალურ ზედა შრეს შემდეგ სულის შემდეგ შრესთან, რომელსაც უკვე ბუთალური სხეული ქვია და ყველაზე ნატიფი მეშვიდე შრე ეს არის ატმანური სხეული. ვეცადე რომ კი ვთქვი რომ გასაგებენაზე ვეცდები თქო, მაგრამ ფიზიკურად იმდენად ჩვენ ადამიანები არა ვართ მიჩვეული ასე აღქმას ჩვენი აგებულების, რომ მეც ძალიან გამიჭირდა სანამ გავიაზრე და სანამ ჩაჯდა ჩემს გონებაში მაინც რა არის ეს 7 ნაწილი. ამიტომ ამბობ რომ ეს სკოლაში უნდა ისწავლებოდეს და სამედიცინო უნივერსიტეტში განსაკუთრებით, რომ ადამიანს ჰქონდეს აღქმა გარდა ფიზიკური სხეულისა, რომ აქვს სხვა ამდენი შრე, რომელზედაც უნდა იზრუნოს, რომლის აღქმაც უნდა დროთა განმავლობაში ჰქონდეს, წარმოსახვითად მაინც თუ პირად შეგრძნებაში არა, რომ სწორი დაისახოს სწორად მიზნები, რაზე იმუშაოს. განსაკუთრებით სამედიცინო უნივერსიტეტში, იმიტომ ვისურვებდი ეს ყველაფერი რომ იყოს ასე ვთქვათ სწავლებადი, რომ ჩვენ გონია რომ დაავადებები მხოლოდ ფიზიკურ სხეულში ჩნდება და რასაც თანამედროვე მედიცინა კუნალობს, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ფიზიკურ დონეზე ადამიანის, ანუ ფაქტობრივად ჩვენ ექიმები ვებრძვით სიმპტომებს. არადა დაავადების მიზეზი ჩნდება ბევრად უფრო ნატიფ სხეულებზე და ეს იწყება, შეიძლება იყოს კაუზალური სხეულიდან წამოსული და შემდეგ მენტალური სხეულზე გადმოსული, შემდეგ ფიქრების და არასწორი აზრების მეშვეობით, არასწორი იდეები და აზრები და ნეგატიური ფიქრები შემდეგ იწვევს ნეგატიურ ემოციებს ასტრალურ სხეულში, ნეგატიური ემოციები ეთერულ სხეულში იწვევს დაბალ ვიბრაციულ ენერგიების შემოსვლას და აი უკვე შემდეგ, როდესაც უკვე ფიზიკურ სხეულში ვლინდება დაავადება, ეს არის ყველაზე ბოლო გაჩერება, ასე ვთქვათ, ყველაზე შორს წასული ფორმა და ჩვენ კიდევ კურნალობთ ფიზიკურ სხეულს, სიმპტომებს პრაქტიკულად, ამიტომ არის ყველა დაავადება ჩვეულებრივ მედიცინაში პრაქტიკულად უკურნებელი. ჰიპერტენზია არ ikურნება, თეთრცხოველწამლები უნდა სვას ადამიანმა, ონკოლოგიაზე აღარ მაქვს საუბარი და ბევრი დაავადება, ჰიპოთირეოზი იქნება, თუ ჭიყვი, თუ ჰორმონზე დამოკიდებულება, ანუ მედიცინა კაცრად აწვება იმ იდეას, რომ ყველაფერი ესენი არ ikურნება და ჭირდება ხანგრძლივ თერაპიულ მკურნალობას ქიმიური პრეპარატებით. მაშინ, როდესაც მიზეზები იმდენად თუ ჩვენ დავფიქრდებით, საიდან მოდის მიზეზი, უკურნებელი სენი როგორც ესეთი არ არსებობს. და ჩვენ ამის ძალიან ბევრი მაგალითი გვაქვს, მე პირადად ბევრ ადამიანს ამ ბოლო დროს გავეცანი, რომლებიც საკმაოდ რთული დაავადებებისგან არიან განკურნებული, მხოლოდ გაცნობიერებები და აზრების ჩასწორებით და ემოციების მართვით და სწორი სუნთქვით და ენერგეტიკულ სხეულზე ზრუნვით, ასე ვთქვათ, და ჯობია მოვიდა ალბათ დრო, რომ ეს მითები ნენელა იქნას დანგრეული. თუნდაც რაც შეეხება ადამიანის სხეულის აგებულებას, აქამდე მეც არ მქონდა აღქმა, თუნდაც არაჩვეულებრივი სიტყვა გვაქვს ქართულ ენაში სამშინველი. რა არის სამშინველი და რა არის სული? აი რუსულშიდაც არის დუშა და დუხ.
ამის ანუ არ მესმოდა რას ნიშნავდა ეს. ეხლა უკვე გავერკვიე და თქვენს მინდა გაგიზიაროთ, ვისაც ჩემსავეთ არ ქონდათ გაცნობიერებული რას ნიშნავს სამშვინველი. სამშვინველი ეს არის აი სამ შვინველი, თვითონ სიტყვაც გვეუბნება სამი მშვინველი. ეს არის პირველი გონებრივი სამშვინველი, ანუ მენტალური სხეული, ემოციური სხეული, ასტრალური სხეული და ნებითი სამშვინველი, ეს არის უკვე კაუზალური სხეული. ანუ სამშვინველი შედგება რეალურად კაუზალური სხეულისაგან, მენტალური სხეულისგან და ასტრალური სხეულისგან. და რაც შეეხება ბუთალურ სხეულს, ბუდა თვითონ სიტყვაც გვეუბნება გამოღვიძებას ნიშნავს და ეს არის უკვე ის შრე, მეექვსე შრე, რომელიც შეგვიძლია ვუწოდოთ ქრისტეს ცნობიერების შრედაც ასე მოვიხსენიოთ, როდესაც უკვე ადამიანი აღწევს ქრისტეს ცნობიერებას, მას ამ სხეულის შეგრძნებაც უკვე აქვს აღქმა და ეს არის სიყვარულის, ჭეშმარიტების და ერთიანობის შეგრძნების. როდესაც სხვა ადამიანს ისე უყურებ, თითქოს ის შენ ხარ. და მეშვიდეს შრე, ატმანური სხეული, ეს უკვე არის ერთობა ღმერთთან, ეს არის უკვე ყველაზე ნატიფი სხეული და როდესაც ადამიანი მას აღწევს, ფაქტიურად ეს არის ის სასუფეველი, რომელზედაც ქრისტე გვიქადაგებდა, როდესაც უკვე ბრუნდება შვილი მამასთან და უკვე ხარ ღმერთში. ანუ უკვე აღარა გაქვს შენი სხეულის სხეულის როგორც და პიროვნების ინდივიდუალური აღქმა და მთლიანად უკვე აღქმა გაქვს, რომ ხარ ღმერთში. არ ვიცი რამდენად გასაგებად ჩამოვაყალიბე ეს აგებულება, ყოველ შემთხვევაში ვეცადე. და მე ვფიქრობ, რომ ადამიანებმა სულიერი გზა უნდა დაიწყონ პირველ რიგში ამ სხეულების კარგად გააზრებით და როდესაც იცი უკვე რა ნაწილებისგან შედგები და რა ნაწილებზე გაქვს სამუშაო, მე ვფიქრობ, რომ მე უკვე მარტივდება ყველაფერი. და როდესაც ეს ანუ შენ ცალკე ხარ ფიზიკური სხეული და დანარჩენი რაღაც ანუ აღქმა, რაღაც აბსტრაქტულად წარმომედგინა, ხომ მე საკუთარ თავზე ვიტყვი, რაღაც აბსტრაქტულად წარმომედგინა, ვერ გამეგო რა იყო სული, რა იყო თუნდაც სამშვინველი და მე როდესაც გავერკვე, რომ თუმე ერთი ფიზიკური სხეული კი არა და 7 შრისგან შედგება ადამიანი, მე უფრო დალაგდა ჩემს ტვინში, ასე ვთქვათ, უფრო მარტივად გავიგე ეს ყველაფერი და შესაბამისად აღქმაც უკვე უფრო მარტივი გახდა ჩემთვის. თუნდაც მეორე შრეს რო შევეხოთ ეთერულ სხეულს, ადამიანებს მე მაგალითად ესე მეგონა, რომ რაღაცაზე ბუნებრივი ნიჭი უნდა ქონოდა, რომ ეთერული სხეული დაგვენახა, მაგრამ სინამდვილეში ადამიანები უბრალოდ არ ვაკვირდებით ყურადღებით საკუთარ თავსაც კი. ჩვენ რომ საკუთარ თუნდაც აი ხელის თითებს დავაკვირდეთ, არ არსებობს ნებისმიერ ადამიანს შეუძლია საკუთარი ეთერული სხეულის დანახვა. ეს არის როგორც სანთელი რვანთია და გარშემო დააკვირდეთ აქვს ღია ფერის კანტი, ზუსტად ასევე ჩვენ სხეულზე განსაკუთრებით თუ გავახურებთ საათისის მიმართულებით ხელებს და ან სწორად ვისუნთქებთ, ვივარჯიშებთ, ეთერული სხეული ფართოვდება, ენერგია უფრო აქტიურდება ჩვენს ეთერულ სხეულში და მაშინ ეთერული სხეული ხდება გაცილებით უფრო ხილვადი და ეს შეუძლია ამის დანახვა შეუძლია საერთოდ ყველას. უფრო რთულია ალბათ ასტრალური და მენტალური სხეულების დანახვა, რომელიც ქმნის იმ აურას, რომელიც ესე როგორ ვთქვა,
სხვადასხვა ემოციური მდგომარეობისას თურმე იცვლის ფერს, მაგრამ ჩვენ იმდენად ადამიანებს გვიჭირს აღქვა, რომ არამსთუ ფერებში დანახვა არ შეგვიძლია მისი, მაგრამ არიან ადამიანები, ვისაც ამის ხილვა შეუძლიათ და ესეც არ არის რაღაც ზებუნებრივ ნიჭთან დაკავშირებული. ადამიანმა რომ იშრომოს საკუთარ თავზე დაკვირვებით, თუნდაც ფიზიკურ სხეულზე, მის საკუთარ ემოციებზე, საკუთარ ფიქრებზე, ის აუცილებლად დროთა განმავლობაში გამომუშავდება უფრო მეტი ხედვა, რომელიც უფრო მეტ აღქმას მოგცემს საკუთარი ნაწილების შეგრძნების. და რაც თავარია, კიდე ყველა უნდა ვისწრაფოთ იმ ზედა შრეებთან კავშირი დავამყაროთ, რომელთანაც პრაქტიკულად გაწყვეტილი გვაქვს ურთიერთობა, სული შრეებზე ვიძახი, კიდაც კაუზალურ სხეულზე და ბუთხალურ და ატმანურ სხეულზე ხო საერთოდ ლაპარაკი ზედმეტია, მაგრამ პირველ რიგში კაუზალურ სხეულთან უნდა დავამყაროთ კავშირი და ეს მოხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც რაციონალური გონება, ანუ ქვედა მენტალურ შრეს, ასე ვთქვათ, დავაშოშმინებთ, გონებას გავაჩერებთ, ვეცდებით, რომ ფიქრები გავაჩეროთ, ვიყოთ მდუმარებაში, რაც ეს თავისთავად იწვევს ემოციების დამშვიდებას და როდესაც ეს გონების ფარდა, ასე ვთქვათ, აღარ უშლის ხელს კაუზალური სხეულის გამოვლენას, შემდეგ უკვე ჩვენ თუ მივენდობით გულის ყურით და შინაგან ხმას, აუცილებლად შემოვა ჩვენში ინტუიციურ დონეზე, საით წავიდეთ, რა მიზნები დავისახოთ, რისთვის ვართ მოსულები, რა ნიჭიები გავავითაროთ, რა არის ჩვენი ცხოვრების უпростოდ მოკლედ რომ ვთქვათ, შევიმეცნოთ ვინ ვართ ჩვენ, საიდან მოვედით და საით გვაქვს გეზი და აი ამას როდესაც გავიაზრებთ, ცხოვრება ამ დედამიწაზე გაცილებით მარტივდება და უკვე ისეთი რწმენა, ცოდნაზე დაფუძნებული რწმენა ჩდება, რომელიც ნამდვილად ურყევია და რომელიც შეგვაძლებინებს დავბრუნდეთ შინ. შინ დაბრუნება კი არის დაბრუნება ღვთაებაში, იმ აბსოლუტის გონში და რაც პირველ რიგში ქრისტეს ცნობიერებას და მეექვსე შრეზე გადის და ღმერთმა ქნას რომ შევძლოთ, ვისწავლოთ სამყაროს მინდობა და დავამყაროთ კავშირი ჩვენს ნამდვილ ჭეშმარიტ მესთან. ყველას გისურვებთ წარმატებას ამ საქმეში და თუ გამოგადგებათ რაიმეში ეს ჩემი ვიდეო ჩანაწერი, სიამოვნებით გიზიარებთ. გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.